კეთილებში როლი რომ მიმეღო. თანხა გადავიხადე. ბევრი პროფესია გაქვს. ფინანსისტი ხარ, მსახიობი, ინფლუენსერი, თუ ფათაშორის 10 წლამდე მეც მინდოდა რომ ქუჩას გავყოლოდი და ქურდი ყოფილიყავი. მამა ჩემი იყო პოლიციელი და მითხრა რომ რას იფიქრებენო და რას იწვისო ხალხიო მეო პოლიციელი ვარო და შენო ქურდი. ვერ დაგვილაგდა ერთად ურთიერთობა. ფათაშორის თავიდან რომ დავოჯახდით, ესეთი ჭორები იყო რომ მე გავთხოვდი ფულის გამო. რა? კეთილებში თამაშობდი. ახლა ტახი-მახოში თამაშობ. მახო უფრო კაი ტიპია თუ ტოპე? აი ვაის გავეყარე და ვუი შევეყარე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი კვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია კატო მიქაცაძე. როგორ ახარ? კარგად შენ? მე ძალიან კარგად და გადაატვირთული ხوار ხარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროფესია გაქვს და ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ. ხო. დაგვიდი ხარ? ძალიან. შეგიძლია საუბარი? კი, საუბარი ყოველთვის შემიძლია. ძალიან კარგი, მაშინ დავიწყოთ. ოღონდ ის არ ვიცი, საიდან დავიწყო, იმიტომ ხო. რომ ბევრი პროფესია გაქვს. ფინანსისტი ხარ, კი ბატონო. მსახიობი, ინფლუენსერი, თუ ბიზნესვუმენი. მეწარმე ლიდერი, ექიმი. პლუს? ვაიმე. პროფესიით ვარ რეალურად ფინანსისტი. ნუ რაც დავამთავრე, რის განათლებაც მივიღე. მსახიობი ვარ სულით გულით. მოწოდებით. კი ბატონო. ინფლუენსერობა უბრალოდ გამომივიდა. იმაში ხო? შემთხვევით გამომივიდა და ესე მიმეწერა. ნუ ბიზნესში აი საწყისებს ვდგამ ახლა. ჩემი პატარა სალონი გავაკეთე და ნუ რაღაცა აი სტარტაპი ვარ. რა ქვია სალონს? ჭორიკანა. ჩვენ სტარტაპებს ვეხმარებით. ამიტომ შეგიძლიათ მიხვიდეთ. ხო. მადლობა. ჭორიკნებთან? ჭორიკადაში. ო, რა კარგი, თან სახელიც ისეთი გაქვს, მოფიქრებული რომ დასამახსოვრებელი ის სალონია და ნუ ფრჩხილის სალონში ყველაზე მეტად გოგონები ჭორაობენ და ამიტომ გადავწყვიტე რომ დამერქმია ჭორიკანა. და გვეჭორავა ძალიან ბევრი. მოდი ინფლუენსერობით დავიწყოთ. ხო. თვლი თავს ინფლუენსერად. იცი რა არის? ბოლო პერიოდში უფრო ალბათ კი. მაგრამ აქამდე ძალიან ვარიდებდი ხოლმე თავს ამ სტატუსს და ვამბობდი რომ მე არ ვარ ინფლუენსერი, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ეს არ იყო დაგეგმილი, რომ მე უნდა გავხდე ინფლუენსერი. ეს უბრალოდ ესე მოხდა. ხო. ანუ თავიდან სავარაუდოდ უბრალოდ იღებდი ვიდეოებს? თავიდან მე ბავშვობიდან ვიღებდი ვიდეოებს, აი პირველი მოტოროლა რომ იყო კამერია. მახსოვს. მაგით ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს, ფილმებს. ფილმებს? კი, ბავშვობაში ვიღებდი ხოლმე ფილმებს და ნუ მე სანამ ის TikTok-ი გამოჩნდებოდა, აქტიურად ვიღებდი ხოლმე რაღაცებს, უბრალოდ სამეგობრო წრისთვის და ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი გადაღების დროს TikTok-ზე უბრალოდ ვიდეო დამრჩა. ანუ შლიდი ხოლმე რა სულ და უბრალოდ ერთხელ დამრჩა ვიდეო. ვაიმე. და სახში რომ დაბრუნდი და რომ ნახე, ქონდა რაღაც 140,000 ნახვა. მომეწონა ეს, რომ აი რაღაცა კარგი კომენტარი მქონდა. იმერელი ინფლუენსერი. რითი განსხვავდება სხვა ინფლუენსერებისაგან? ასობგერა ანუ სხვა ინფლუენსერები რომ ამბობენ. წავედით, გაატარეთ ერთ-ერთი ჩემთან ერთად. კი ბატონო. იმერლები ამბობთ, წევედით. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ თქვა, იმერელი ინფლუენსერები ალბათ, ნუ არ მინდა სხვები დავაკრინო, მაგრამ ალბათ იუმორის გრძნობით. კი, ხო, ახლა იმერლებს რომ ძალიან მაგარი იუმორი გაქვს. და მე ძალიან მიყვარს იმერული იუმორი, ანუ მე რას ხვდები, იცი? მე ხშირად ჩავდივარ ხოლმე ჭიათურაში ჩამოვდივარ თქვენთან და ჩემთან არ ხარ ნაყოფი. არა. გამოსაწორებელი გაქვს. კი ბატონო, აუცილებლად. ბიჭებთან ჩამოვდივარ ხოლმე, ან ამბეჯას ვიყავს, ბიჭებთან ვიყავი და მივხვდი რომ ყველაფერზე მეცინება რა. ანუ რაღაცაზე ძალიან ელემენტარულსაც კი ისე გეუბნება ადამიანს, გეღიმება ბედნიერად რა თქმა უნდა. კარგი შეგრძნება გაქვს იუმორის. კი, ხო, მადლობა. ხო, ანუ ყველგანეგრე არ არის ახლა მაგალითად. ანუ ჩვენთან განსაკუთრებით ცოტა სხვანაირი ხალხია, კიდე ზემო იმერლები მგონია რომ ძალიან განსხვავდებით. კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ განსაკუთრებით უფრო თბილები, ყურადღებიანები და უფრო მეტად აი ესეთი სტუმართმოყვარე ხალხი ვარ. კი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხარ და რაც მთავარია, მე არ ვიცოდი ჭიათურა ესეთ ლამაზით ვიყო.
ძალიან ლამაზია ხალხო, აუცილებლად მოჭახული. როგორი ხარია? ძალიან ლამაზი იყო. ეხლა ვიყავით ბოლოს ზაფხულში გადაღებაზე და ძალიან კარგი იყო. ჭეთროს აქვს ძალიან ლამაზი ლანდშაფტი. სხვათა შორის რომელიც საქართველოში სხვა რომელ ქალაქს აქვს არ ვიცი. ანუ ვერ ვიტყვი, ნუ ჩემთვის ყოველი შემთხვევაში ჭეთრა ნომერ პირველი ქალაქია, ძალიან მიყვარს და. თქმა უნდა, ყველას ჩემი აზრით საკუთარი ქალაქი უნდა უყურებს. რო ქალაქია. რომ არის ქალაქი, ეს კი განსაკუთრებულად ლამაზ ხდის. კონტენტისთვის რაზე ხარ წამსვლელი? ვაიმე. კონტენტისთვის რაზე ვარ წამსვლელი? აი ყველაზე გიჟობა რაც მახსენდება, რაც ოდესმე გამიკეთებია, იყო ის, რომ ერთხელ უბრალოდ ვფიქრობდი, რა შეიძლება გადავიღო ისეთი, რაც მოხდება გლობალზე. ხო, ეგ მეც მიფიქრია. გამოგივიდა? კი. მართლა? კი. ვაი, აბა რა გაკეთე მითხარი. ესე დავფიქრდი, რა შეიძლება გავაკეთო ასეთი და მოვიფიქრე ესეთი იდეა, რომ უნდა წავსულიყავი, ოღონდ მე თმას ზოგადად არ ვიღებავდი საერთოდ და რა უნდა გამეკეთებინა და მოვიფიქრე, რომ მეორე დღეს უნდა წავსულიყავი და ნახევარი თავი უნდა შემიღება თეთრად. ვა. ანუ მე რა ვქნა? და ნუ სხვათა შორის გაამართლა და უმეტესად როგორც მივხვდი, რაღაცა ამერიკაში მოხდა შევდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინგლისური კომენტარი ქონდა და რომ გადავდიოდი ხოლმე, რომ მენახა გვერდი, ხო, ვინ წერდა ამ კომენტარებს, ხედავდი, რომ იყვნენ ამერიკელები და სხვათა შორის, ანუ რას ხვდები იცი, რომ გლობალზე თუ გინდა მოხდა, ისეთი ვიდეო უნდა გადაიღო, რომელიც არის ყველასთვის აღქმატი, რომელსაც არ ჭირდება მაგალითად საუბარი, იმიტომ რომ აი ის იყო. კი. აი ხო, აუიქ ძალიან. ყველასთვის ლეგენდარი. ყველასთვის ეგ არის. და რა კონტენტი გაღიზიანებს? აი რომელსაც კომენტარს არ უწერ და სკროლა. იცი რა არის, ძალიან კარგი მიმღებლობა მაქვს ზოგადად ადამიანების და მათი განსხვავებების, მაგრამ ყველაზე მეტად ანუ მაღიზიანებს არ მომწონს ბრანჭია ბიჭების კონტენტი. და რას გულისხმობ? თან რო ბაბულიკობა უნდათ და თან რაღაცა და რო ვერ გავურკვევია რა. ჯოხი უნდა მოგეს თან. ანუ არა, აი სიგარეტით ხელში რო უბრალოდ რო ისე გადამიღე, ვითომ არ ვიცი და რაღაცა მუსიკას რო ალდებენ და აი ეს ვიდეოები არ მომწონს. ეგ ის მომწონს, რა თვითონაც არ მომწონს ჩემი. ხო, აი ან ორ წელში არ მოეწონებოდ რო ნახავ. ანუ არ ვიცი, მაგრამ ხო არის, დამეთახმე რა. კი, კაცო არის და ბრანჭია ბიჭები, რომელსაც უნდათ ყურადღება მიიქციონ. და რაღაცა ისე რომ არა და მთლიანი მუღამი ხო ის არის რომ როგორიც ვართ ეგეთები უნდა ვიყოთ მანდაც რომ ნახვადი იყოს. კი ბატონო. ანუ ადრე იყო ხო რაღაც ჩარჩოები რომ ესე უნდა იყოს და ძალიან დავარცხნილი უნდა იყოს და. რა ხალხი ამჩნევს მაგას ისედაც. ჩემი აზრით რა, როცა ხარ ბუნებრივი და ხარ ის ვინც ხარ, უფრო მეტად გიიღებს და გიყვარებს საზოგადოება ვიდრე რაღაცა რომ ითამაშო რომ აი ესეთი მაგარი ტიპი ვარ ან რაღაც. კი, გეთანხმები, მოყვები. რეკლამას აკეთებ ხოლმე ის. კი. და რა არის ეს წითელი ხაზი? Red flags არ ვიტყვი. ხო. წითელი ხაზი. რას არ დაარეკლამებ რა? სხვათა შორის მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. და გამოცდილებიდან ვისაუბრებ მანდაც. ოკეი. არასოდეს არ დავარეკლამებ გასახდომ ჩაებს. კი ბატონო. და ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონია და უარი მithქვამს საკმაოდ სოლიდურ თანხაზეც. უბრალოდ ანუ ვერ დავარეკლამებ ფიზიკურად ისეთ პროდუქტს, რომელიც არ არის ჯანსაღი. და მე მგონია რომ ანუ გასახდომი ჩაები არ არის ზოგადად ჯანმრთელობისთვის კარგი და აქედან გამომდინარე მე მყავს ჩემი გამომწერები და საზოგადოება რომლებიც მე მენდობიან და მე მირჩევნია რომ გავაკეთო უფრო ცოტა რეკლამა და დარწმუნებული ვიყო რაღაცაში ვიდრე გავაკეთო უფრო ბევრი რეკლამა და რაღაც სახელი მქონდეს რომ ანუ ფულის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი იმიტომ რომ ესე არ არის. ხო ანუ რაც გჯერა შენთვის. ანუ მე ზოგადად ეგრე უყურებ რა, ძალიან დიდი საფრთხეა. კი. როდესაც რაღაცას არეკლამებ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ავნოს ამ ყველაფერს. ანუ მე არასოდეს არ გამოვიყენებდი გასახდომ ჩაის. არც ჩემს ოჯახის წევრს არ ვურჩევდი აქედან გამომდინარე, ვერავის ვერ ვურჩევი, იმიტომ რომ ჯანმრთელობას რაც ეხება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვურჩევ წავიდეს ივარჯიშოს ან რაღაც. ჯობია ყოველთვის ვარჯიში, კი. დატვირთული გრაფიკი გაქვს საკამაოდ. ძალიან. გამოვუვალ სიტუაციაში რომელ საქმიანობას დათმობდი? ხო.
მოკლედ, ჩემი ფინანსისტობა უფრო მეტად იყო ჩემი მშობლების გადაწყვეტილება. არ გამიკვირდა სხვათა შორის. მე ვინც მიცნობს, ვარ ძალიან კრეატიული ადამიანი და მე არ ვარ ფინანსისტი, ანუ კიდევ უფრო მეტად რომ ჩავშალოთ, ვარ ბუღალტერი. ჩემი მშობლების გამო გადაწყდა რომ ჩამებარებინა ბიზნესზე, იმიტომ რომ სწავლობდი ძალიან კარგად, მე მინდოდა თეატრალურ ჩაბარება, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ჭირდება თეატრალურ ჩაბარება შენი აზრით? იცი რა არის? მეუბნებიან რომ არ მჭირდება. მე შეგრაფი. გადაღებებზე ძალიან ბევრჯერ მიმიღია კომპლიმენტი. შენ თეატრის მსახიობობა გინდოდა? მაშინ ესე ვფიქრობდი რომ თეატრის მსახიობობა მინდოდა. ხო, ეხლა ხო არ ვფიქრობ. აიცი დიდი სამოვნებით ცდიდი კიდევ გამომივათ, იმიტომ რომ ბავშვობაში თამაშობდი თეატრში, მაგრამ ეხლა კიდევ ცდიდი რა, ანუ გამომივიდოდა თუ არა, იმიტომ რომ სულ სხვა სამყაროა თეატრი. ანუ როგორც მივხვდი, ბუღალტერია სტათმობდი. ხო და აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ უკვე დავთმე ის, რაც მინდოდა. რა იყო ეს? ანუ თეატრალურზე არ ჩავაბარე. ხო, ჩაბარები, კი ბატონო. ახლა ამ ეტაპზე როცა პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი იმ საქმეში, რაც ძალიან მიყვარს, ამას უკვე აღარ დავთმობ. და ამიტომ ბუღალტერიას გადაწყვეტზე. ანუ რომ დადგეს ეგ აუცილებლობა, კი, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ნულოვანს გააგზავნე, ესე იგი ბუღალტერიისკენ და გააგზავნე. ნულოვან დეკლარაციას გავაგზავნე ბუღალტერიაში. კი ბატონო. შენი მეუღლე როგორ ეგუება ესე ვთქვა შენ დატვირთულ გრაფიკს? ჩემი მეუღლე სხვათა შორის როცა გავიცანი, უკვე დატვირთული გრაფიკი მქონდა. მაგრამ ჩემი მეუღლეც საკმაოდ დატვირთული პიროვნებაა. კი ბატონო. და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ გუკა ყველა სერიალის გადაღებაზე დგას სეტზე. მართლა? ვაი, ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, დრო აქვს თუ არ აქვს, ყოველთვის ეძებს დროს, რომ აი ჭიათურაში გორში, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გვიან იქნება თუ როდის იქნება, მაინც ახერხებს და მოდის და გაათენებამდე დგას ხოლმე ჩვენთან ერთად. და აქედან გამომდინარე, დიდ ენერგიას იღებ, ხო? ყოფილა შემთხვევაში ძალიან. ყოფილა ხოლმე ისეთი შემთხვევები, როცა მithქვამს, რომ არ მინდა გადაღებაზე წასვლა, ან არ მინდა ამ პროექტში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ გამომივა, არ მინდა რაღაც მქონია ეს ფიქრები უკან დახევის და გუკას ესე ჩაუსვარ ძალით მანქანაში, წაუყანი ვარ, იმიტომ რომ იცის ჩემი ხასიათი, რომ მე მადლობელი ყოფილ რა კარგია რომ წამომიყვანე და აქედან გამომდინარე, ეგუება კი არა ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩემი. ძალიან კარგია და ყველა ეგეთ ქმარსაც და მეუღლესაც მივესალმები, ვინც თავის მეორე ნახევარს ესე უდგას გვერდში, იმიტომ რომ აუცილებელია. მაგას გარეშე არ ასეთი ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ერთად არ იქნებოდით. ვერ ვიქნებოდით ფიზიკურად, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც სჭირდება მაქსიმალური თავისუფლება. ხო. ურთიერთობაში თუ არ არის თავისუფლება, იმ ურთიერთობაში მგონია რომ ფრთები მაქვს მოჭრილი. და მე შემდეგაც არ ხარ არც პროდუქტიული, არც წარმატებული და ეხლა გეტყობა რომ ჰარმონიულ ურთიერთობაში ხარ, იმიტომ რომ ესე ვთქვა ძალიან წარმატებული ხარ, ჩემი აზრით. ახლა მეტი რა უნდა ქნა, მეტი რა უნდა ქნა, მითხარ, ყველაფერს აკეთებ, მეტი რა უნდა გააკეთე. კი, მართლა ყველაფერს ვაკეთებ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი იყო ყველაზე დატვირთული ჩემთვის. 10-დან 7-მდე მუშაობდი ბანკში, ყოველ დღე. 10-დან 7-მდე მივდიოდი გადაღებაზე, რომელიც დიდი ალბათობით მთავრდებოდა დილის 5-ზე, დილის 6-ზე, მივდიოდი ისევ სამსახურში. მე პარასკევს, შაბათ-კვირა მოდიოდა. შაბათს მივდიოდი ჭიათურაში, ბოლო პერიოდში, ბოლო 2 თვეში დავიკელი 5 კილო. იმიტომ რომ ფაქტობრივად ძილის დროც არ მქონდა. წარმოიდგინე, 10-დან 7-მდე ყოველ დღე ვიყავი ბანკში, სამსახურში. სამსახურის შემდეგ მივდიოდი გადაღებაზე, რომელიც მთავრდებოდა დილის 4-ზე, დილის 5-ზე, 6-ზე, 7-ზე, როგორც ხდება ხოლმე. შემდეგ მივდიოდი აუცილებლად ისევ დილის 9-ზე სამსახურში, 10-ზე სამსახურში და აი ესე წრეზე და პარასკევს საღამოს როცა უკვე შაბათი კვირა მოდის და გიხარია, შაბათს მივდიოდი დილით ჭიათურაში, ყოველ შაბათს, იმიტომ რომ ჭიათურამ გააკეთა მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ბავშვებს უტარებენ სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, ლექციებს და დამპატიჟოს, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა გამეზიარებინა ბავშვებისთვის თუ როგორ უნდა შექმნას საინტერესო კონტენტი. და ყოველ შაბათს მივდიოდი ჭიათურაში, მე უკან მოვდიოდი, იმიტომ რომ კვირას იყო ჩანიშნული ტახიმახოს გადაღებები.
და კვირას დილიდან მეორე ორშაბათის 6-მდე ვიყავი და მე ისევ სამსახურში და აი ესო ამ 2 თვის განმავლობაში ფაქტობრივად არ არსებობდა ხო ეს 2 თვი? აი ძალიან დაკავებული ვიყავი მართლა. გარედან ხო გონიათ რომ გადაღება ძალიან მარტივი საქმეა. კი. აი თქვენ რა გიჭირთ, თუ გადაიღებთ და ჩვენ მქონდა ხა გადაღება ქუთაისში. 1 კვირის განმავლობაში ჯამში ყველას თვლიან კუნძს რა. გვეძინა 9 საათი. კი ბატონო. ხო როგორც ხდება ხოლმე რა. მაგრამ ამას ხოს რო ეუბნები მე რა, კაი რა გადაღებაზე რამ დაგღალა. ერთობით იქ თქვენ და რაღაცას ლაზღან და ანუ ძალიან რთულია ხო? ანუ ეგრე არ ჩანს როგორც რასაც თქვენ ხედავთ, ეგ არ არის მაგრამ. იცი რა არის ყველა ფიქრობს ზოგადად რომ თუნდაც TikTok-ის გადაღება არის ძალიან მარტივი. არა, ხო, ანუ რა უჭირს მიდი შენ, მე ხვალ სუპერ წუთში გადაიღებ და რაღაც დამთავრდება. ანუ ასე არ არის. ხო, ჯერ ფიქრობ იდეას, ფიქრობ, მე ანუ ყოფილა შემთხვევები რომ რაღაც ერთი დუბლი გადამიღია 5 ჯერ, 6 ჯერ, 7 ჯერ, იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონებია. მე ამის დამონტაჟა, ანუ ყველაფერი და სერიალის გადაღება, მეც მეგონა რომ იყო, უფ, არის ჰარალო. ტაში ტუში, მაგრამ ანუ აი რომ მიდიხარ 10 საათზე და მეორე დღის 7-ზე და 8-ზე გამოდიხარ, უკვე გადათიშული, ნუ არ ვიცი, არის ძალიან რთულია მართლა. და ყველა გადაღება იწყება 2 საათზე და მთავრდება დილის 5-ს. რა თქმა უნდა. მეუღლე ჭიათურელი ყავს. უნდა რომ იყოს, მაგრამ არა. საიდან არის? გუკა წარმოშობით არის რაჭველი, ნუ მისი გვარი არის რაჭული. შემდეგ გადასახლებულები იყვნენ აფხაზეთში. და საბოლოო ჯამში გუდაუთიდან არიან დევნილები, ნუ მისი მამა, მაგრამ თვითონ დაბადებული გაზრდილია თბილისში. ვაკელია. ვაკელი. კი ბატონო. ანუ მე არასწორი ინფორმაცია მეწერე. თქვენ არასწორი ინფორმაცია გეწერათ. ან იმდენად უნდა რომ ჭიათურელი იყოს, ძალიან უნდა. იცი რა ამბობს რომ აი ესეთ რაღაცას ამბობს რომ მე ვარ დევნილიო და სადაც თბილის სახლი ვნახეო. აჰა. იქაური ვარო. ამიტომ ამბობს რომ არის ჭიათურელი. მულტიფუნქციური ცენტრი ახსენე ჭიათურას. კი. შენი ბავშვობის ჭიათურა და ახლანდელი ჭიათურა რითი განსხვავდება? და საერთო რა აქვს? რითი განსხვავდება? ჩემი ბავშვობის ჭიათურა იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. უდენობა, უშუქობა, უგაზობა, უწყლობა. ვაიმე. ყველაფერი გამოვიარეთ მართლა ჩვენ. როგორც იყო ადრე. კი. და სხვათა შორის ეხლა რომ ვფიქრდები მართლა ძალიან რთული იყო ის ყველაფერი, თუმცა ანუ ვერ აღვიქოვდით ალბათ მაშინ ამ რა ვერ აღვიქოვდით ალბათ რა დონეზე მძიმე იყო ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვები ვიყავით. მე გავიზარდე სულ ბიჭებთან ერთად და თან ცხოვრობდი ისეთ რაიონში, რომელიც იყო აი მე-13 რაიონი დაახლოებით რა. ოკეი. ყველაფერი ნანახი მაქვს ბავშვობაში ცხოვრებაში. ქუჩა გავიარე. რაც მთავარია. ხო, ხა შენ პრანჭია ბიჭების კონტენტი როგორ მოგეწონება? ხო, მე არ მოწონს მაგიტო, იმიტომ რომ ჩემთვის აი სკოლიდან რომ მოვდიოდი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ აი ვიღაცას იქ ცემდნენ, ვიღაცას იქ საქმე ირჩეო და ვიღაცა რაღაცას არ მინდა ეს რაღაც ქურდობდა და ნუ ასე შემდეგ რა. ხო და სხვათა შორის 10 წლამდე მეც მინდოდა რომ ქუჩას გავყოლოდი და ქურდი ყოფილიყავი. მართლა? კი. მაგრამ შემდეგ მამაჩემმა მითხრა რომ მამაჩემი იყო პოლიციელი და მითხრა რომ რას იფიქრებენო და რას იწყვისო ხალხიო მეო პოლიციელი ვარო და შენო ქურდი. ვერ დაგვილაგდა ერთად ურთიერთობა. მაგრამ იყო სხვათა შორის ის მომენტებიც, როცა აი ბავშვები, თან სულ ბიჭები იყვნენ და ჩვეულებრივად ანუ დავყავდი ხოლმე საქმის გარჩევებზე, ჭხუბებს, ანუ მომხვედრია. მომხვედრია რა. ანუ უცემი ვარ ვიღაცებს რა. მართლა 13 წლამდე მეგონა რომ მეც ბიჭი ვიყავი. აჰა. კი ბატონო. ხო და სხვათა შორის ბავშვებიც მეუბნებოდნენ ხოლმე რომ აი შენ მხარე უნდა აირჩიო. ახლა მამა შენი პოლიციელია, შენ ქურდობა გინდა, ეგრე არ გამოვა და გახდე ფინანსისტი. ხო, გავხდი ფინანსისტი და ანუ დღეს ეს ყველაფერი, ანუ ის რაც რა ურთიერთობებიც ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ ჭიათურაში ბავშვებს ესე აღარ აქვთ, იმიტომ რომ არსებობს ინტერნეტი, ყველა თავის ტელეფონში, აი ეს ძალიან დიდი განსხვავება არის. ხო გახსოვს ისე რა ერთი დაახლოებით 2010 წელს რა 2008-ში თუნდაც. აი უბანში რო გადიოდი ხოლმე რაღაც საერთოდ სხვა ურა იყო და ეხლა რო გადიხარ უბანში შენ ქალაქში ის აღარაა რა. ის აღარაა კი რა ხალხი აღარაა. ხო, ეგრეა, ნამდვილად ეგრეა რა. მეც ეხა ჭიათურაში რო ჩავდივარ, მართლა ვეღარ გრძნობ იმ ყველაფერს, რაც იყო არა და
ანუ აი ჭიათურაში რაც გავიარე ის ბავშვობა ძალიან მეყეტრება სიმართლე რომ თქვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო მიუხედავად ყველაფრისა, ანუ ბავშვები ვღეჭავდით გუდრონს წარმოიდგინე და იმაზე მოცულობდით რომ აი არ მოვიწავლოთ და მშობლებმა არ გაიგონ და რაღაც ესეთები და ნუ დღეს არავის აღარ აინტერესებს უკვე რა თითქოს აი უფრო გაციებულია ურთიერთობები. მაგრამ საერთო რაც სხვათა შორის მე ამ ბავშვებთან ურთიერთობაში დავიჭირე ის არის რომ ძალიან უყვართ ჭიათურა მათაც ისევე როგორც ჩვენ გვიყვარდა. ანუ ეს არის საერთო ჩემი აზრით. და კიდე ის რომ საჩხერულებთან ხიპიშის დაფიქსირება ის მოდაში და თემაშია. სხვათა შორის მე შენი კომენტარი ვნახე ანანოს ვიდეოს. ხო, ანანო მომღერა ჭიათურა საჩხერებმა და დასაფასებელია შენ გეტყვი. კი, ნამდვილად დასაფასებელია. უაზრო კითხვა, შენი საუბრის მერე, მაგრამ მაინც გითხავ. აბა. როდესმე კილოს კომპლექსი ქონია? შენი აზრით მაქვს კილო? არა. მაგრამ მომენტებში არის მე გეტყვი ახლა როგორი რაღაც არის. მე ვფიქრობ რომ კილო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია რომ ქონდეს კილო. ხო, კი ბატონო. აი, როგორი მომენტია იცი რომ თავიდან რომ გამოვჩნდი, უმეტესად ვიდეოებს ვდევდი ხოლმე იმერული კილოთი. ანუ იმიტომ რომ ანუ მე მეამაყება ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ანუ არასოდეს არ მქონია მაგისი კომპლექსი. ხო და ხო ნუ რა ვიცი, მგონია რომ კილო არ მაქვს, მაგრამ საკმარისია ჩემს ოჯახში, დედაჩემი, ბაბაჩემი, მე ეს ოჯახი შევიკრიბოთ, სულ სხვა სამყაროში ვარ. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ კომპლექსი ხო, არასოდეს. მე ხო არიან ადამიანები რა, აი ძალიან მალო. ეხლა ჩვენ ესე ვისაუბროთ. ძალიან ცუდი იქნება რა. პირადობა იწყება 0-1 და ამ დროს 54-0-0. მე 42, კი ბატონო. YouTube სერიალზე გადავიდეთ. სერიალებზე უფრო სწორად. კეთილებში თამაშობდი. ახლა ტახიმახოში თამაშობ. შენთვის პირველი სერიალი კეთილები იყო. კი ბატონო. ნაცნობობით მოხდი? იმიტომ რომ მე კეთილებში ნაცნობობით მოხდი. არა, მართლა უბრალოდ დამირეკეს ბიჭებმა და მთხოვეს, სწორედ. ესეთი ამბავი იყო. ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ დამირეკეს და მივედი და გადავედი. კეთილებში როლი რომ მიმეღო. თანხა გადავიხადე. რა? ახლა ეს რა მოწოდა დადო? ხო, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ დაბულინგდე. ინტროში ჩავსვათ. ხო, ტანჯულას გავუმაზე სასიმინდე. სასიმინდე, ხო? კი. სხვათა შორის მე ბიჭებს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ ვიცნობდი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ხო, ანუ გიორგის აკაკის და გიორგის არის. არ ვიცნობდი, ანუ ერთადერთხელ მყავდა სუფრაზე ნანახი ორივე, ჩემი მეგობრის კლასადები იყვნენ და ერთხელ გადავიკვეთეთ, ოღონდ მაშინ კეთილები არ არსებობდა. მაგის მერე, ნუ ძალიან დიდი ხანი გავიდა და მე უკვე TikTok-ს აქტიურად ვიღებდი, 50000, 60000 გამომწერი მყავდა, იმ პერიოდში თან სულ ჩაჭერა მქონდა იმერულ ხუმრობებზე და ნუ ერთ დღეს როცა აი კეთილების გადაღება დაიწყო, ყველა აღფრთოვანებულები ვიყავით, მომდის აკაკის მესიჯი, რომ ვეძებთო გოგოსო, ტოპეს შეყვარებულსო და ვფიქრობო, რომ შენზე კარგადო ჭიათურელ გოგოსო ვერავინ ვერ ითამაშებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნაცნობობით არ ვარ. არა, ხო. ხო, ანუ მე ის ბიჭები ჩემთვის, ანუ ბიჭები არიან თავის საქმის პროფესიონალები და მგონია რომ ეგეთ რისკზე თან მით უმეტეს დასაწყისში არ წავიდოდნენ, რომ ვიღაცა ნაცნობობით აიყვანათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა. კარგი და პერსონაჟები რო შევადაროთ ახლა, რა. მახო უფრო კაი ტიპია თუ ტოპე. ძალიან გამირთულე იცი. ხო? ხო, ნელ-ნელა ახლა როგორ ვქნათ აბა ახლა. თავიდან დავიწყეთ ისე და მე შევყვეთ. სხვადასხვა სამყაროა საერთოდ, მაგრამ აი ვაის გავეყარე და ბური შევეყარე. აი ბედი არა მაქვს. ხო? ხო, აი ბედი არა. ახლა რა მიქნა იცი, ანუ არც ერთი არ დაასახელა რა. და კითხვა გადამიტანა. ანუ მართლა ეგრეა რა, ხო შეიძლება რომ რაღაცაი კარგი წარმატებული რაღაცა ბიჭი მიყვარდებოდეს სერიალში, ხო და ანუ არა, მაგრამ შენ თუ მაინც გინდა რომ გიპასუხო რომელი უფრო მაგარი ტიპია. რა რთულია.
ანუ სხვადასხვანაირები არიან საერთოდ ტოპე უფრო იგივეს მიკეთებს ხო ანუ ტოპე უფრო ქუჩის ბიჭია და რაღაცა და ტახი კიდე ძალიან რაღაცა საყვარელი ბუნჩულა რაღაცა ინსენდი გოგო ხო კაი ვერ გამოვარჩე მივხვდი და მეორე წრეზე ვტრიალებ ხო ორივე და შენი პერსონაჟები ახლა ამ სერიალიდან შენ თავს გახსენებს რომელიმე ვაიმე არა მერთო ძალიან კარგი ორივე არის შტერი გოგო ძალიან შტერი გოგო პირველი მარიამო იმიტომ არის შტერი რომ ტოპესნაირი ბიჭი უყვარს და თანახმა არის რომ ოღონდ მასთან ერთად იყოს რაღაცა ციხეში წავიდეს პაბეგში წაყვეს რა ყველაფერზე თანახმა და ევაც ძალიან შტერი გოგოა იმიტომ რომ რა ვიცი რაღაცა ეს ტახიმახო უყვარდება გასაგები ისე რომ ტახიმახო საერთოდ არაფერს არ აკეთებს კარგ მომსახიობ ყველა როლი უნდა ითამაშოს შენი აზრით ჩემი აზრით კარგ მსახიობს უნდა შეეძლოს ყველაფრის თამაში უნდა შეეძლოს. ითამაშებს თუ არა, ეგ უკვე მისი გადაწყვეტილება, ალბათ ესე ვფიქრობ, მაგრამ თუ კარგი მსახიობი ხარ, ყველაფერი უნდა ითამაშო. ანუ არ უნდა გქონდეს შეზღუდვა. ხო, ყველაფრის ანუ ყველაფრის თამაში უნდა შეგეძლოს. ასე ვფიქრობ, ანუ მაგისი უნარი უნდა გქონდეს, რომ აი ნებისმიერი პერსონაჟი ითამაშო, მაგრამ ნუ ეხლა ითამაშებ თუ არ ითამაშებ, ეგ უკვე მეორე საკითხია, იმიტომ რომ საქართველოში თუ მეკითხები, ცოტა რთულია. რთულია, კი. საზღვრებს თუ გავსდებით. ბანკში მუშაობ კიდევ ერთხელ, რო გავუსვათ ხაზი და მე მაინტერესებს. შენ თვითონ სადაც მუშაობ. ხო. იმ ბანკში თუ აქვს სესხი აღებული. ახლა ამ მომენტში? ამ მომენტში სესხები არ მაქვს. ბალი არ მაქვს. ძალიან კარგი. როგორ მიახცი? მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია ვალის და სესხის. ნახე, სესხი რომ მავიღე, პირველი ერთი კვირა მეც არ მეძინა კარგად, მაგრამ მე ადამიანები ხო შემგუებლები ვართ. ისე კარგად შევეკუე. ცხოვრებაში ერთადერთხელ ავიღე სესხი, ისიც სხვისთვის. და სანამ ის სესხი არ ჩავფარე, აი ეკლებზე ვიჭექი. ოღონდ როგორ იცი რომ აი ვიღაცის მიმართ მაქვს ვალდებულება და აი ყოველ დღე აი ამაზე ვშფოთავდი. მე მირჩევნია რომ რაღაცები მოვიკლო, ფული დავაგროვო და როცა მექნება მე ვიყიდო. ვიდრე სესხი ავიღო. როგორ გამოიმუშავე ეგ? მეც მაინტერესებს. როგორ გამოვიმუშავე ეს? დედაჩემი არის ზუსტად ასეთი და აი რომ ვყურებდი როგორ იქცეოდა. მამაჩემი რადიკალურად სხვა, მამაჩემს არ ეშინია არც სესხის არც ვალის. ხო, საერთოდ არ აქვს. სხვა შორის არც ჩემს მეუღლეს შეუძლია რა ვიცი, მილიონი აიღოს ვალი. ნახე, არ შეაწყვეტს. ბევრჯერ მიცდია რომ მაგალითად აი რაღაც თანხა შემეგროვებინა და მე მაგრამ ეგ თანხის შეგროვება გასტანს მაქსიმუმ ერთ კვირას. ჩამირიცხე ხოლმე მე და მოგიკროვე. ხო. ხო. კი, სხვათა შორის კი. ხო, ეგრე აკეთებ. ხოლმე ოჯახში ეხლა შენ მეუღლესთან? მე გუკას ფინანსებს ზოგადად არ ვიხები საერთოდ. რაღაცა ეს ძალიან მაგას როგორ ფიქრობ ისე? სწორია ეგრე? რომ არ ვიხები მის ფინანსებს? ჩემი აზრით ჯანსაღი ურთიერთობა ალბათ არის ეგრე, არ ვიცი არა? კი, არა, მეც ეგრე ვარ. კი. ანუ მე ასე ვუყურებ, რომ მე ვარ უკვე იმდენად შემდგარი ადამიანი, მაქვს საკუთარი ფინანსები და მე ყველაფერს ვაკეთებ მაგისთვის, რომ კონდეს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა მქონდეს. სხვათა შორის თავიდან რომ დავოჯახდით, ესეთი ჭორები იყო, რომ მე გავთხოვდი ფულის გამო, ან გუკას გავყევი ფულის გამო და სხვათა შორის არ გამიგია? არ გაგიგია, ხო, აი, ჩემი კომენტარები არ ჩამოგისკროლა ალბათ TikTok-ზე. ხო, ან ხო. და ეს ანუ არ არის რა. გუკას ფული არის, გუკას ფული, ჩემი ფული არის, ჩემი ფული, მაგრამ ნუ რა თქვა უნდა ეხლა ესე არ ვართ რომ სადმე მივდივართ და ვიყოფთ და რაღაცები ესე არ ვფიქრობ. არა, მაგას ეგ საშინელი. უბრალოდ მე ვაგროვებ რაღაცა რომ მე მინდა, მე ვაგროვებ ცალკე ეს ბიუჯეტს. ხო, ის ძალიან საშინელია ეს რაღაც 62 ლარისა და 31 შენ ჩამირიცხე. არა, სიგიჟე. 31 დავდებ, არა ხო, ნაგრია. უბრალოდ ჩვენ თავზე ვარ დამოკიდებულები და უმეტესად ყველგან მაინც მოგაიხდის ისე. ხო, ეხა ეგ ჩვეულებრივი ამბავია და ეგრეს უნდა იყოს. რაღაც კანონები არსებობს, რომელიც არ არის დაწერილი, მაგრამ არსებობს. ჩემ ცხოვრებაში სხვათა შორის პირველი მამაკაცი არის, რომელიც ჩემზე უფრო მასკულინურია. ხო. ასე მაგითონ გავყევით ცოლად. ანუ ჩემთვის რეალურად ის რომ მე სულ ბიჭებთან გავიზარდე, როგორც მე უკვე გოგოსთვის და ქალისთვის ძალიან რთული იყო.
იმიტომ რომ ანუ რაღაცა იმ მენტალიტეტით იზრდები რა, აი ბიჭური. და რო გინდა რომ აი არა შენ არა მე გადავიხდი. დაჯექი. ხო, დაჯექი. კარებს მე თვითონ გავაღებ, რატომ უნდა გამიყო და რაღაცა. ო, ეგ ჩვენი გაქვს დღემდე? აი გუკამდე მქონდა, მაგრამ გუკამ რაღაცა ესე ჩამიკეცა. ყავს ისეთი ადამიანი, რომ რჩევას ეკითხები? იცი რა არის? განსაკუთრებულად. განსაკუთრებულად რჩევას ვეკითხები. მეტნაკლებად ვიზიარებ ხოლმე ზოგადად ვინმეს რჩევებს. მეტნაკლებად. მაინც იმას ვაკეთებ ხოლმე ალბათ რაც მიმაჩნია სწორად, მაგრამ ვინმესთან, ანუ კონკრეტულ საკითხზე ვიცი ვისთან უნდა მივიდე. არის რაღაცა საკითხები, რაზეც მივდივარ ჩემს მშობლებთან და ჩემთვის მათი სიტყვა, ასე ვთქვათ, ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. არის რაღაცები, რაზეც მივდივარ, მაგალითად, ჩემს მეუღლესთან. მაგრამ საერთო ჯამში ყველაზე მეტად ვისაც მჯერა და ვისაც ყველაზე მეტად ვუსმენ არის ჩემი და. მაიკო მიყვარხარ. ოკეი, ანუ დასეკითხები ყველაფერს? ხო. და ყველაფერს უყვები? კი. მე მაინტერესებს დაქალს უნდა უთხრა თუ არა ყველაფერი. ზოგადად დაქალობის ინსტიტუტის არ მჭერა. მე არ მყავს დაქალები. მე მყავს მეგობრები და ძალიან ახლო მეგობრები. ესაც ჩემი ბავშვობიდან მომდინარეობს, ალბათ, იმიტომ რომ სულ ბიჭი მეგობრები მყავდა და მაგიტომ რაღაცა დაქალობის ინსტიტუტის არ მჭერა. ალბათ ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასე არა. მჭერა მეგობრობის, ძალიან კარგი მეგობრობის მჭერა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი ალბათ არავის არ უნდა უთხრა. მეგობარს. ჩემი აზრით. ანუ რაღაცები არსებობს, რაც პირადად უნდა დაიტოვო. ასე ვფიქრობ. ოკეი. და ფიქრის დრო გააქვს? აი რატომ აჭერ მტკივნეულ ადგილებში ვერ ხვდები? რა დაგიშავე? რაღაცა ცოტა კი. ხანდახან აი სახლიდან სამსახურამდე და სამსახურიდან სახლამდე. თან საცობების მიხედვით დიდი დრო გქონია. 1-2 საათი დღეში. კი ბატონო. ახალი წელი თუ გიყვარს? მეზიზღება ახალი წელი. დღეს ვერ მოვისმინე, ვისაც უყვარს ახალი წელი. და ვიტყვი, მე მიზეზი მაქვს, რატომ არ მიყვარს ახალი წელი, იმიტომ რომ ბოლო 3 წელია, რაც მუშაობ ბანკში და 31 დეკემბერს ბუღალტრები ხურავთ წელს. ანუ ყველა 31 დეკემბერს, როცა მთელი ოფისი იცლება და ყველა მიდის სახლში, ჩვენ ვზივართ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავხუროთ წელი და ხშირ შემთხვევაში ეს გრძელდება ხოლმე ყველაზე კარგ შემთხვევაში 10 საათამდე, 10:30-მდე, 9-მდე. მაგრამ მაინც აი საგიჟეთი გვაქვს დეკემბერი ბუღალტრებს და სახლში რომ მოვდივარ უკვე რაღაცა 10 საათი როა და 11:30-ზეც მოსვარ და 11-ზეც უკვე აი ხალისი აღარ მაქვს ხოლმე. ანუ ეხლა შეგძულდა თუ იქამდეც გძულდა? აი იქამდე არ მძულდა. ბოლო 3 წელია დიდად აღარ. შენი საქმის დროა ეს. ნუ ხო, სამსახურის. მე მაინც გილოცავ. მეც გილოცავ. 2026 წელი შემოდის. მეც გილოცავ. და ისე დაგელაგებინოს. ისე რაღაცებს აკეთებ, ისე დაგელაგებინოს შენი ცხოვრება, რომ დასვენების დროს მოგცეს ღმერთმა. მე გაიხარე ძალიან დიდი მადლობა შენც ასევე, მაგრამ ვიცი რომ მე მაინც ორივე ავდგებით და რაღაც ახალ საქმეს მოვიფიქრებთ, კი ბატონო. შენ არ სვა როგორც მე. არა, მაგრამ მოდი გაუმარჯოს რას. გაუმარჯოს ახალ წელს. კი ბატონო. და ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი პირველ რიგში მთლიანად საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მე არ ვსვა. ბოლოში. ბოლოში. მაქვს ესეთი რუბრიკა. აბა. ტოპ 5 ყველა გადაცემაში. ხო. მე მაინტერესებს შენგან ტოპ 5 ჭიათურელი ვინ არის? ვაიმე. აი ბოლოსთვის როგორ ისეთი ინტრიგნული კითხვა მოიტოვე. მაგრამ ანუ მე ხო ნახე რომ არც ტოპეს ვაწყენიე და მახოს ასე მოვიქცევი ახლა. იმერული ჭკუა გამოიყენა, რაღაცა უცებ მოიქნა, ნახოთ აბა. ხა ალბათ ელოდებით რომ იქ უნდა ჩამოვთვალო. მე ტანჯულა ტოპე მე რაღაც არა. ტოპ 5 ჭიათურელი ჩემთვის არის მამა ჩემი. აჰა. დედა ჩემი, ჩემი ძმა, ჩემი დედა მე. ოკეი, всё, ვერც ვერაფერს ვერ ვეთქვი თან. კი, როგორ შეიძლება რა. არ ვიცი მე ესეთი მარტი იმერული გონება მაინც ხო არა დასაწყისის ვახსენეთ. ხარტი. კი ბატონო. მაშინ რა ვიცი დიდი მადლობა. პირიქით. აქედან მოვიკითხოთ ჭიათურო. და გულები გავსპავნოთ.
ჭიათურულად. როგორც იცით ხოლმე. იმიტომ რომ მართლა ძალიან თბილი ხალხია, რო ვიყავი ძალიან აქტუანებული ჩამოვედი რა. კი. და რო შევედი. ანუ მე მახსოვს მომენტი რომ შევედი ჭიათურაში და რო ვავიხერდი ესე ვიდა სუირგლივ რომ მთები იყო. დაათვალიერე კარგად? თუ ვერ მოვასწარ გადაღებაზე ვიყავ. აი რო ჩამოხვალ, მე რო ვიქნები მასპინძელი, მე სხვანაირად დაგათვალიერებინებ ჭიათურას კიდევ უფრო. ოკეი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ასევე.